გამოძიების დაწყებას. ველოდები რომ ქარსელაძე მოპარულ ფულს მიუტას ბიძინას. აი ამას ველოდები. ქარსელაძე კი არ წავა ციხეში. რეალურად მოხდება ის, რომ ივანიშვილს მიუცუქცუქებენ მოპარულ ფულს. ივანიშვილი აგროვებს ამ ფულს. ის ითხოვს ამ ფულს. თქვენ რა გონიათ, რომ ბიუჯეტში რამე დაბრუნდება? ის ოქროს ზოდები დაბრუნდება. ბალიშის ქვეშ რო ქონდა ღარიბაშვილს 6.5 მილიონი დოლარი დამალული. აი ბალიშის ქვეშ ქონდა მარტო 6.5 მილიონი დოლარი დამალული და წარმოიდგინეთ, კრიპტო ანგარიშებზე, სხვადასხვა ანგარიშებზე რამხელა ფული ექნება. წარმოგიდგენიათ, რაზე ვლაპარაკობთ. ამ დროს ჩვენ თანამოქალაქეებს უძვირებენ ცხოვრებას. ყველაფერი გაძვირდა. აი ერთი სახელმწიფო გადასახადი, ამ მუნიციპალური გადასახადი მითხარით, რომელიც შემცირდა. აი ყველგან სვავ ამ შეკითხვას. ქართული ოცნება ხო ამ დაპირებით მოვიდა, რომ შემცირდებოდა გადასახადები, რომ გაიზრდებოდა ეკონომიკური შემოსავალი. იცი ვისი შემოსავლები იზრდება? ქოცელიტის. რეალურად ეს არის ივანიშვილის სისტემა, რეალურად რუსული ხაფანგი და ამ ხაფანგში არის თლიანად ყველა გასაგებია ბატონო ლაშა, აი